შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. დედის ჯავრი, მესამე. ვერავინ შესძლებდა აეწერა მდუმარე ძალა მისი ჯავრისა, რომელიც თითქო გამოსჭვიოდა მის თვალებში და კრუნჩხვით მოკუმულ ბაგეებში. გოგოლი. თბილისისაკენ მიმავალი ორთქმავალი არაქად გამოცლილი მიცოცავდა დამუნჯებულ და მოსაწყენ აზერბაიჯანის ტრამალებზე. შამქორის ნახვამ კორნელი ცუდ ბუნებაზე დააყენა. გვამები, დანგრეული დამწვარი სადგურები და ვაგონები თვალწინ ესახებოდა. საშინელი ფიქრების ტანჯავდნენ. რევოლუცია, სამხედრო სამსახური, უკანასკნელი დღეების ამბები, მოულოდნელი შეხვედრა ვანოსთან შამქორში, ქარიშხალივით შეიჭრა კორნელის ვიწრო პირადულ ცხოვრებაში და სხვა კუთხით უჩვენა სინამდვილე. ისტორიული ამბები და ომები მეფეთა და გმირთა ჭიდილად მიაჩნდა მანამდე კორნელის. ბუმბერაზი პიროვნებისა და გმირის გვერდით ხალხი და ჯარისკაცები ტიკინებს ემსგავსებოდნენ მის თვალში. ასეთი შეხედულება შინ და გარეთ სკოლაში გამოღებული სწავლის ბრალი და შედეგი იყო. ასეთი გეზით მუშაობდა მაშინ ისტორიკოსი, მხატვარი და მწერალიც. გიმნაზიის დამთავრების მერმე კორნელი უმაღლეს სასწავლებელში შევიდა, მაგრამ აქ მოხუცი პროფესორი დაუხვდა და ესეც ძველებურად აშუქებდა ისტორიულ მოვლენებს და ქადაგებდა. ისტორია გმირთა და იშვიათ პიროვნებათა ბიოგრაფია არის. ახლა კორნელი თანდათან სწვდებოდა ამ მოსაზრების სიყალბეს. მატარებელი თბილისს უახლოვდებოდა. უდაბნო ამობურცული მიდამოებით შეიცვალა. მერმე ხრამები, ღელე, ოღროჩოღრო ადგილები, გორაკები მომრავლდნენ და ბოლოს მაღალი მთებიც. 303 ვერსზე უკანასკნელი ეშელონი დარჩა. მატარებელი ზლაზნით მიდიოდა თბილისისაკენ. თბილისის ირგვლივ აწვდილი მთები კორნელის უცნაურად ეცხადებოდა. თითქოს დედამიწაზე პრეისტორიულ ცხოველთა ჩონჩხები განრთხმულიყო. მამა დავითი თითქოს იმ ცხოველის კუზი იყო. დაღარული კალთები, ურჩხულის ჩონჩხის ნეკნები, აი კრწანისი, ორთაჭალა, ძველი თბილისი, ნარიყალა, ზღურბლის ცივ დოლბანჩი გახვეული მზის მღვრიე თვალი ქედის იქით ჩავიდა და თაწმინდა ბაიასავით გაყვითლებულ ცას აეტუზა. ორთქმავალმა ძლივს მიიტანა სადგურამდე ვაგონები და იგი ლიანდაგზე უპატრონოდ მიტოვებულ უამრავ ვაგონსა და ორთქმავლების გვერდით გაჩერდა. სადგურის ბაქანი ცარიელი იყო. სადგურის დარბაზები კი ჭრელი ხალხით სავსე. მოქალაქენი თუთუნს წევდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და შამქორის შესახებ კამათობდნენ. ქალაქში ეტლი და ტრამვაი არ მუშაობდა. ტრანსპორტი მოშლილი იყო. დათამდა კორნელიმ მუშები დაიქირავეს. უამრავი ბარგი აღკიდეს და მერმე ყველანი პლეხანოვის გამზირით სანაპირო ქუჩისაკენ გაეშურნენ. ამ ქუჩაზე იყო გიმნაზია და ამ გიმნაზიის შენობაში ახალი დირექტორის დათასათვის გამოყოფილი ბინა.
ქალაქში ბნელოდა. ლამპები აქა-იქ ბჟუტავდნენ და ქუჩებში სიჩუმე სუფევდა. კორნელი მუშებს უთვალთვალებდა და შეშფოთებული დეიდას ამშვიდებდა. ბარგი არ დაიკარგება. გამზირზე სამხედრო სასწავლებლის ალაყაფის კარებთან კორნელიმ ჯარისკაცები დაინახა. მთელი გუნდი იდგა. გურულ სიმღერას კრიმანჭულს ამბობდნენ და ხარხარებდნენ. გურულების სიმკვერცხლე, სიცოცხლის ხალისი და გულმხიარულობა, დაუცხრომელი და მჩქეფარე ბუნება, მთელ სამყაროსაც კი გასწვდება არამცდუ თბილისს. რაღაც უცნაურად ეჩვენა კორნელის შამქორში ნახული საშინელების შემდეგ დედაქალაქის შუაგულში მოსმენილი მხიარული სიმღერა და თავაწყვეტილი კრიმანჭული. თითქოს ოჩხამურის და საჭამაიასერის ტურები მოსულან, მკვდარი ჩაბნელებული ქალაქის მყუდროებას კივილით არღვევენ და ებრძვიანო. კორნელი განცვიფრებული ფიქრობდა, დიდება შენ სახელს გამჩენო, რა ძველი სიმღერაა გურულების ეს კრიმანჭული, ადამის დროინდელი, როდესაც ჩვენი შორეული წინაპრები ალბათ სტალაქტიტურ თუ ზღვისპირა მღვიმეებში ცხოვრობდნენ და ზღაპრულ ცხოველთა ძახილს და ფრინველთა გალობას ბაძავდნენ. სასტუმრო ნოეს რესტორანში, სადაც ისე უყვარდა ქეიფი შტაბ-როტმისტრ აფხაზავას, ცხოვრება ჩვეულებისამებრ მიმდინარეობდა. ვიოლონჩელზე დამკვრელი მოხუცი ფრანგი ბუში და გერმანელი ჰარმონისტი დიკი თავგამოდებით უკრავდნენ მუსიკალურ დომხალს და მოკეიფე ხალხს თავს აწონებდნენ, რომ ბევრი შეკვეთა მოეზიდათ და ფული მოეგროვებინათ. როიალზე დამკვრელი გოგონა მამზელი ბუშიც ახალ სატრფოს გაიჩენს, თუ უკვე გაჩენილი არ ახავს, ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება, რა ვარდმან თვისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა, ფიქრობდა კორნელი. დათა და ელენე სახელდახელოდ დაბინავდნენ და მერმე კორნელი შინ წავიდა. ღამის 11 საათი იქნებოდა. ვერისხიდზე, სვეტებზე გაჭიმულ მავთულებში ქარი ჰკიოდა და ზუზუნებდა. ფიქრიგორა, საბურთალო და ბრიგადის ყაზარმები არას ჩანდნენ, ხოლო ხიდთან აქა-იქ მჟუტავი ფარნები წყალში ისახებოდნენ და ლასლასებდნენ. ვერის ბაღისაკენ 4 შეიარაღებული ჯარისკაცი წავიდა. ისინი მალე წყდიადმა შთანთქა. ვერის აღმართის შემდეგ შეშის მოედნიდან ყორღანოვის ქუჩაზე კორნელი კიბით ავიდა და ქვითკირის ღობესთან შეჩერდა. თუთუნი გააწყო და ჩაბნელებულ ქალაქს გახედა. რა სიჩუმეა და მყუდროება, გაუკვირდა მას, მაგრამ ეს მოჩვენებითი ხანმოკლე სიჩუმე იყო. უცებ სადღაც მდინარის იქით თოფის სროლა ატყდა. თითქოს ქუჩაში ბრძოლა გაიმართაო. ძაღლებმა ყეფა ასტეხეს. მერე ერთბაშად სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ატყდა სროლა. ფურნის წინ რიგში ჩამდგარი ხალხი გაიფანტა. გამოჩნდნენ საყარაულო გუნდის ჯარისკაცები, თოფები მაღლა ასწიეს და იმათაც სროლა ასტეხეს. ისროდნენ ქალაქში მოთარეშე მძარცველები და ცხოვრებლები, რომლებიც თავს იცავდნენ იმათგან, უფრო კი ღამის მშიშარა პატრულები. კორნელი ყორღანოვის ქუჩის ყორეს მოშორდა და შინისაკენ გასწია. იგი გრიბოედოვის ქუჩის აღმართს შეუდგა. ალაყაფის კართან 2 ქალი დაინახა. ქალებმა საუბარი შესწყვიტეს და ჯარისკაცს დააცგერდნენ. კორნელი მრეცხავი ქალი მარინე ნატოშვილი იცნო. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ. მოხუცმა თავშალი გაისწორა და ჰკითხა, სად ყოფილ ხარ? საიდან მოდიხარ? ბაქოდან ჩამოვედი.
აგერ ახლა იყო ვანო და მითხრა პეტო ავად გახდა და განჯის საავადმყოფოში მოვათავსეთო. ისეთი ნაღვლიანი სახე ჰქონდა ვანოს, ვიცი რაღაც უბედურებაა ჩემს თავზე. ვაი თუ პეტოს ტიფი შეეყარა. არავითარი ტიფი დაამშვიდა კორნელიმ. ახლა ყველგან ტიფია მოდებული შვილო. მიუგო მარინემ და თავშალის ტოტით ცრემლი მოიწმინდა. კორნელი შეეცოდა და ხელი მოხვია. წინ ვაება და თავის ტეხა ვის გაუგონია. არ მოუწონა მეზობელმა ქალმა მარინეს. რა ვიცი, არეული დროებაა. ამოიოხრა მარინემ. კერძზე ხელები დაიჭდო და თავი ჩაჰკიდა. კორნელის ენა ჩავარდნოდა. ნუგეშინის სიტყვებსაც კი ვერ პოულობდა. დამუნჯებული იდგა და ადგილიდანაც ვერ იძვროდა. უხერხული მდგომარეობა შეიქმნა. ამ დროს დარაბა მიხურული სამსართულიანი სახლიდან როიალის ხმა გაისმა. ისეთი შორეული და სამგლოვია, რომ თითქოს ხმა სამარიდან ამოდისო. ყოველ ასეთ სახლში ქვითინებდა მაშინ სასოწარკვეთილი, სისხლნაკლული და სენტიმენტალური ვერტინსკი. თქვენს თითებს აზდის საკმევლის სუნი, წამწამებში კი კაეშანს ძინავს. არაფრის მდგომი შექმნიათ სული, თქვენ არაფერი არ გენანებათ. სად უკრავენ? იკითხა კორნელიმ. გენერალ გალევიჩის ბინაზე, მიუგო მარინემ. ჰო, ეს მისი ქალი კლარა მღერის, თქვა კორნელიმ და მერმე მარინეს ჰკითხა. ჩვენები შინ არიან? შინ არიან, შვილო, მიუგო მარინემ. გულდათუთქულმა დედამ ეზოში შესულ ჯარისკაცს თვალი გააყოლა. ძაღლმა ყეფა ასტეხა. როია! დაუძახა კორნელიმ ესტატე მაყაშვილის პოინტერს. როიამ ყეფა შესწყვიტა. მოჭრილი კუდის რიკი გააქანა, დაიგრიხა და კორნელის მიახტა. მერმე გზა გადაუჭრა და კიბეზე აირბინა. თითქო პატრონს მახლობელი კაცის ჩამოსვლა უნდა შეატყობინოსო. ვანო მახათაძე გაზეთ კავკასკი რაბოჩის რედაქციაში შევიდა. იქ თავისი ამხანაგები დაუხვდნენ. ყველანი გარშემო ხვეოდნენ და შამქორის ამბებს ეკითხებოდნენ. ეშელონების გაჟლეტა უდიდეს აღშფოთებას იწვევდა მათში. ეს ახალი უმსგავსოება, ამბობდა აღელვებით და აღშფოთებით მახათაძე. არაფერში არ სწერია. მოკლული და დასახიჩრებული ათასობით ჯარისკაცი. მათ არა მარტო ხოცავდნენ, არამედ ძარცვავდნენ მოკლულთ. მენშევიკებმა ხელთ იგდეს 15,000 შაშხანა, ტყვიამფრქვევები, ზარბაზნები და ჩვენი ბატონი სოციალისტების ერთგულ მოკავშირედ ბატონი რაფი ბეგოვის ბრბოები აღმოჩნდნენ. ასეთი ლოგიკის ულმობელობა სიტყვა შეაწყვეტინა ამხანაგმა ბრგე ვაშკაცმა ალავიძემ ვანოს. მენშევიკებმა სოციალიზმის ნიღაბი ჩამოიხადეს და ხალხს თავისი კონტრრევოლუციური სახე უჩვენეს. ახლა საჭიროა მათთან ლაპარაკი არა ელენინების ტკბილი ენით, არამედ რკინისა და სისხლის ენით. უთუოდ ჩაება საუბარში სერგო ქავჟარაძე, 30 წლის ლამაზი შავგრემანი ვაშკაცი. ამიერკავკასიის კომისარიატი მარტო თურქეთის ჯარების შესაჩერებლად კი არ აგროვებს თოფებსა და წამალს, არამედ რევოლუციის, ბოლშევიკების წინააღმდეგ. განა საწყობებში ცოტა იარაღია ფრონტალ ჯარისკაცებს რომ მისცვივდნენ, ანიარაღებენ და ხოცავენ. ისინი არ მოერიდნენ ასეთ უმსგავსობას, იმიტომ რომ ჯარისკაცები ჩვენ მხარეზეა. ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს სოფლად ბოლშევიკური იდეები, აგრარული რევოლუცია შეაქვთ.
მენშევიკებს კი არ ასურთ მემამულეებს მიწა ჩამოართვან. მათ ურჩევნიათ მათთან მშვიდობის დამყარება. მაშასადამე ისინი არ მოერიდებიან ხალხთან ომს. მათი პოლიტიკით მუშებისა და გლეხების აღშფოთებას ისინი ანარქიას უწოდებენ. ეს თანამედროვე ჟორდანისტები საბოლოოდ გადავიდნენ კონტრრევოლუციის მხარეზე. ჩემი აზრით, განაცხადა ვანო მახათაძემ. სავსებით მოწიფებულია პირობები ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობისათვის. ხალხი, შრომელი ხალხი და ჯარი ჩვენს მხარეზეა. დაყოვნება შესაძლოა მერმისში სავალალოდ შეგვექმნეს. ალავიძე, ქავჟარაძე და კოტე გურგენიძე ეთანხმებოდნენ ვანოს, ხოლო პარტიის ძველ წევრებს ფარნაო საღარაძეს და მალაქია დალაქიშვილს მიაჩნდათ, რომ ამ პირობებში აჯანყების მოწყობა ავანტურა იქნებოდა. საღარაძემ სკეპტიკურად შეხედა მახათაძეს და უთხრა: უმეცრებით მოწყობილი აჯანყებანი ყოველთვის ავანტურად იქცეოდნენ. იგი ძვირად უჯდებოდა ხალხს. თქვენი გადაწყვეტილება მე მიმაჩნია დანაშაულად. როგორც საღი მოსაზრების, ისე პარტიის ინტერესების თვალსაზრისით. აქედან არაფერი ახალი არ გამოვა, გარდა ახალი გრანდიოზული შამქორისა. დაიცადეთ ცოტა და მასების დაწოლისა და გავლენისა და მოთხოვნების გამო ნოე რამიშვილიც კი იძულებული გახდება იცნოს საბჭოთა ხელისუფლება. თქვენს რამიშვილს ძინავს და ეს სიზმრება, თუ როგორ ათავისუფლებენ გერმანელები და თურქები საქართველოს ბოლშევიკებისაგან. იყვირა მახათაძემ და მუშტი მაგიდას დაჰკრა. გვეყოფა რაც ვიცადეთ და გისმინეთ თქვენ. თბილისის გარნიზონის დელეგატების კრება, რევოლუციური ჯარების ეს ხელმძღვანელი ცენტრი თქვენი წყალობით და მენშევიკების გულის მოსაგებად დათხოვნილ რომ არ ყოფილიყო, შამქორის სასაკლაო არ გაიმართებოდა. საქმე მაშინ სულ სხვა გზით წავიდოდა და ჩვენ უთუოდ არ ვიკამათებდით იმის შესახებ, საჭიროა თუ არა აჯანყება. თქვენის წყალობით ჩვენ ვერ შევძელით გამოგვეყენებინა გასული წლის ბოლოს ხელსაყრელი რევოლუციური სიტუაცია ძალაუფლების ჩამოგდებისათვის. ჩვენ დავკარგეთ იარაღის უდიდესი მარაგით სავსე არსენალი, რომელიც ხელთ ჰქონდა დელეგატების კრებას. თქვენი შემარიგებლობა ჩვენ შამქორის ფასად დაგვიჯდა. საბჭოთა ხელისუფლება კავკასიაში დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს. ჩვენი მუშურ-გლეხური მთავრობა რუსეთის საბჭოთა ცენტრებთან და სახალხო კომისარიატთა საბჭოსთან მჭიდრო კავშირში შეძლებს ბოლო მოუღოს ამიერკავკასიის კონტრრევოლუციას. ჭაბუკო, აღელვებით მიუგო მაღარაძემ ვანოს. სამოქალაქო ომთან ზერელედ მისვლა შეუწყნარებელია და ვინც ზერელეთ მოეკიდება მას, იგი შამქორს მიიღებს. ვინ არის ჩვენ შორის მართალი? სინამდვილე მალე დაგვანახებს. თქვენ ჯერ კიდევ დედის რძე არ შეგშრობიათ ბაგეზე და ჩვენ ძველ ბოლშევიკებს კი ჭკუას გვასწავლით. ეს ძველი ისტორიაა მამების და შვილების შესახებ. კარგად ვიცით ეგ ამბავი. ლენინი კი ნათლად ამბობდა, რომ აჯანყება რევოლუციური სამოქალაქო ომი უნდა გახდეს. გარკვეულ პირობებში აუცილებელიაო. სამოქალაქო ომი ამიერკავკასიაში უკვე დაიწყო შამქორით და ის მენშევიკებმა დაიწყეს. მათ მიერ იარაღით არსენალის დაჭერის, სოფლებში დამსჯელი რაზმების გაგზავნის, ჩრდილოეთ კავკასიის კონტრრევოლუციასთან აშკარა კავშირის დადების შემდეგ დროა ჩვენ ბოლშევიკებმა აღმოვხვრათ ოპორტუნისტული ილუზიები ჩვენს რიგებში.
დროა რევოლუციურ მასებზე და არმიაზე დაყრდნობით დავიწყოთ შეიარაღებული ბრძოლა ხელისუფლების მოპოვებისათვის. მე ვეთანხმები ვანოს, განაცხადა სერგო ქავჟარაძემ. ამიერკავკასიაში შეიქმნა ის პირობები, რომლებითაც ლენინი განსაზღვრავდა აჯანყების აუცილებლობას. თქვენ გავიწყდებათ საქართველოში შექმნილი თავისებური და რთული მდგომარეობა, ჯიუტობდა საღარაძე. ჩვენ არ უარყოფთ, რომ მდგომარეობა ჩვენში მართლაც რთულია, მიუგო ქავჟარაძემ მისთვის ჩვეული სიმშვიდით, მაგრამ მდგომარეობა ახლა განისაზღვრება. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ჩრდილოეთიდან კონტრრევოლუციური ძალები მზად არიან თავს დაგვატყდნენ, დასავლეთით და სამხრეთით კი მათი მოკავშირენი, უცხოელი ინტერვენტები. მენშევიკები ემხრობიან ერთსაც და მეორესაც, მხოლოდ აღმოსავლეთით ბაქოში და მის მახლობლად ოლქებშია დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ბაქოელებთან მჭიდრო კავშირში. რა კავშირზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ბაქომდე ჩვენ შორის მუსავატური განჯაა გაჩხერილი? ნუ თუ თქვენ მუსავატელები ჩვენს მენშევიკებზე ძლიერი გონიათ? აშკარაა, რომ ყველა თქვენი მოსაზრებანი სიფრთხილით განისაზღვრებიან. ეს ქაღალდის ფარია, რომელიც ოპორტუნისტულ მშიშრობას სჭირდება. ცუდი პოზიციაა. ვანო სტამბის გვერდით ოთახში შევიდა, სადაც ბოლშევიკური კომიტეტი მოთავსებულიყო და მაზარის გაუხდელად მოწინავე სტატიის წერა დაიწყო. მაზარის საყელო მის გამხდარ კისერს მიებჯინა. კომშის წნელივით დაგრეხილი ძარღვი ისევ დაეძაბა და გამალებით სძგერდა. ვანოს კალამი დიდი სიჩქარით დაჰქროდა ქაღალდზე და ამიერკავკასიის კომისარიატს შამქორში მომხდარი სისხლის ღვრის გამო სამარცხვინო ბოძზე აკრავდა. შამქორის ტრაგედიის მომწყობებად იგი მენშევიკების ბელადებს ასახელებდა და უტყუარი საბუთიც მოჰქონდა. შტაბს როტმისტრის გულჯიბეში ნაპოვნი ბრძანება. ასე გაიხსნა ნამდვილი სიმართლე შამქორის ამბებისა. წერილის დამთავრების შემდეგ ვანომ წინადადება წამოაყენა. შამქორში დაღუპული პეტრო ნატოშვილის დედისათვის დახმარება აღმოეჩინათ. ეს წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. მეორე დღეს კრუგლოვის წერილით და რედაქციაში შეგროვილი ფულით ვანო მარინეს სანახავად წავიდა. იგი პასტერის ქუჩით ბორანისაკენ მიდიოდა. იანვრის ცივი ქარი უბერავდა. ვერის ბაღში ჩამწკრივებული ალვის ხეები ქანაობდნენ. წამიერ მომწყდარი ყვავები კვლავ ხის კენწეროებზე სხდებოდნენ. მტკვრის ნაპირას ბორანი ტორტმანებდა. სანაპიროზე ბაღის იქით მთის კალთაზე ღარიბთა ქოხები ჩარაზმულიყვნენ. მრეცხავ ქალებს ღობეზე და თოკებზე თეთრეული გაეფინათ. სარის წვერზე ბავშვის წითელი პერანგი დროშასავით ფრიალებდა. ვანოს მარინე და პეტო მოაგონდა. ნაღველი შემოაწვა და ირგვლივ აღმართულ მოღრუბლულ მთებს გახედა. გაშლილ ღრუბლებს ქარი მიერეკებოდა. ღრუბლები იშლებოდნენ, კვლავ იკუმშებოდნენ, ათასგვარ სახეს იღებდნენ და ბოლოს თმაგაშლილი ქალივით მიჰქროდნენ. ვანოს კივილიც კი შემოესმა, თითქო ქოხში ბავშვი გარდაიცვალა და დედამ შეიცხადაო. მაზარის საყელო აიწია. ბორანი ნაპირს მოშორდა და ნელა დაიწყო მდინარის გადაჭრა. ვანო ბორნიდან ჩამოვიდა, აღმართი აიარა და ოლღას ქუჩისაკენ გასწია. ცუდი ამბავი უნდა მიეტანა პეტოს დედისათვის. წუხელ ძილი არ მიკარებია მარინეს.
ღამით ქარი აწვალებდა და აჭრიალებდა ალაყაფის კარებს. დედა კი ფიქრობდა, საცაა პეტოს მეგობარი შემოვა და შვილის სიკვდილის ამბავს მომიტანსო. მოხუც სახე დაეღრიჯა, სახის კუნთები მოეშალა, ყბა ჩამოუვარდა და ტირილი მორთო. მამლებმა მესამე დიყივლეს. შვაღამე გადავიდა. ცაში ნათელი ჩადგა და რიჟრაჟმაც მოატანა. მარინემ ჩაიცვა. რკინის ღუმელში ცეცხლი შეანთო და იქვე დაბალ სკამზე დაჯდა. კუზიანი დედაბერევით მოიღუნა. გამხდარ მუხლებზე სახსრებში დასივებული და ქარისაგან დაკრუნჩხული ხელები დაიწყო. ვაებისაგან ნელი-ნელი რხეოდა. თითქოს ახალშობილის აკვანს მისჯდომიაო. მამლის ხივილს ისმენს და ღიღინებსო. გათენდი თუ გათენდები, მზევშინ შემოდიო. ღუმელის კარებს დამუნჯებული მისჩერებოდა. იატაკზე გობი, ტაშტი, კასრა და სარწყული იდგა. კუთხეში უამრავი სარეცხი ეწყო. განა მარინეს მისთვის ცხელოდა ახლა. შრომისაგან დაკოჟრებული, ცხელწყალში მოხარშული ხელები ისევ უღონოდ დასცვენოდნენ მუხლის თავებზე. ბოლითა და ორთქლით ამომწვარი, მარღი და თეთრი თვალები გაშტერებოდნენ. ნეტავ რას ხედავდნენ ისინი? ანთებული ღუმელის კარების ჭუჭრუტანებში. მარინეს პეტოს ბავშვობა აგონდებოდა. ჯერ კიდევ უთენი ააყენებდა პატარას, ჩააცმევდა, პირს დაღბანდა, მერმე დავარცხნიდა, მუხლებზე დაისვამდა, რძეში პურს ჩაუბუჟბუჟებდა და შოშიასავით გაღებულ პირში კოვზით ატენიდა. ცუდამინჩი ბავშვ თავზე შალს შემოახვევდა, პატარა ტანს შიგ მაგრად გაუკრავდა. ტოტებს უკან გაუნასკვავდა და ბეღურას კუცსავით დაჰკიდებდა. ტიკჭორასავით მუცელ გამობერილი ბავშვი მთელი დღე ეზოში დაცანცალებდა. პეტო, ხელი არ ახლო, პეტო აქ მოდი, პეტო გცემ. ისმოდა ეზოში გაჩაღებულ კოცონთან, სარეცხით გართულ მარინეს ძახილი დილიდან საღამომდე. პეტო წამოიჩიტა. წამოიზარდა. დედამ სკოლაში მიაბარა. მერმე პეტომ სამხედრო სკოლა დაამთავრა. და აი, ვაით და ვუით აღზრდილი ვაჟკაცი და ერთადერთი იმედი და ნუგეში უნდა დახკარგოდა ახლა ქრივსა, ოხერსა და გაჭირვებულ ქალს. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მარინეს ენა ჩაუვარდა. ძლივს დაიძახა. ვინ ახარ? მობრძანდით. მარინემ უმალ ვერ იცნო სტუმარი. ადგა თავშალი და ჭაღარათმა შეისწორა. სტუმარს სახეზე დააცქერდა. იცნო. გაფითრებულ ჭაბუქს მიესალმა და ჰკითხა. რა ამბავია შვილო? ასე ადრე რომ მესტუმრე? მარინე, ხომ იცით, მე და პეტო ამხანაგები ვართ. მე და პეტო ხალხის საქმეს ვემსახურებით. მე და პეტო შამქორის ბრძოლაში ვანო უნერწყო ხახაში ენას ვეღარ აბრუნებდა. დედა ყველაფერს მიხვდა, მაგრამ თავი დაიჭირა. სახის კუნთები გაუქვავდა, თვალები განაბა და მშვიდად უთხრა. თქვი რა მოუვიდა პეტოს? ნუ დამიმალავ, დედა ვარ და უნდა ვიცოდე. მე ვიცი, ჩემი შვილი ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ იბრძოდა. ვანოს იმედი მიეცა. დედამ ხნეთ შეხვდება შვილის დაღუპვის ამბავსო. ვერ მიხვდა თუ რა დიდი მღელვარების დამორჩილების ფასად იყო მოპოვებული დედის ეს მოჩვენებითი სიმშვიდე და ყველაფერი უამბო.
მარინე სადაც იდგა, იქვე ჩაიკეცა. ვანო მივარდა, მაგრამ წელმოწყვეტილი ქალი ფეხზე ვერ დააყენა. მარინეს კრიჭა შეჰკროდა, მიცვალებულივით გაფითრებულიყო. ჭაღარა თავი უღონოდ და უმწეოდ გადავარდნოდა ვანოს მკერდზე. ვანომ დალეული დედაბერი წაიღო და საწოლზე დააწვინა. ხილები შეუხსნა და წყალი ასხურა, მაგრამ ვერ მოაბრუნა. შეშინდა და მეზობლებს შეატყობინა. მოვიდნენ, მოასულიერეს, მიუსამძიმრეს, ანუგეშეს და მერმე წავიდნენ. მეზობლის ცოლი რეჰანი აივანზე მარინეს ოთახის კარებთან იდგა და მეზობლებს შესტიროდა. ერთადერთი საფიცარი შვილი მოუკლეს და ახლა რა ეშველება ამ უბედურსო. მაშინვე ზედიზეთ ყრუ დაჯახების ხმა გაისმა და მერმე იატაკზე რაღაც მძიმე საგანი დაეცა. რეჰანი ოთახში შევარდა. მარინე ამდგარიყო. საწოლზე ლეიბი აეწია და დახურულ რკინის ღერძზე მთელი ძალით თავის სამჯერ დაეჯახებინა. გამდელმა მკლავები მოხვია, იყვირა და მეზობლები ისევ შეჰყარა. მარინე საშინელი სანახავი იყო. შუბლი, ცხვირი და ყბა გაეტეხნა. ნაგვემი ადგილი უმალვე შესივებოდა. სისხლი კანქვეშ, თვალების უპეებში და ხაწვებში ჩაღვროდა და კუპრივით ჩასდგომოდა. მრეცხავი ქალის, მარინე ნატოშვილის გლოვას არ შეუფერხებია ესტატე მაყაშვილის მზადება ნინოობისათვის.